აქაც თქვენ არ მოგიდებთ რაღაცა ძირეულ რეკონსტრუქციას, იმიტომ რომ ძირეულ დღეს შინდისის გმირების დღეა, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ისტორიაში, შეუპოვარი თავდაუზოგავი ბრძოლის დღე და ქართული ხასიათის და ქართული სულის გამოვლენების დღე. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო და აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. დღესაც ეს ადგილი არის ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილი, ადამიანების ოჯახის წევრების, ჭირისუფლების, ჩვენი თანამებრძოლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში აქ სხვებიც, მათ შორის სტუმრები ჩვენი ქვეყნის ნახავენ. ამ ტერიტორიას მთლიანად მემორიალური დატვირთვა მიეცემა, ორივე შენობა მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება თავისი ავთენტური შეხედულებით, ასევე იქნება შესაძლებლობა, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა სრულად გაიარონ ის მომენტები და აღიქვან ის მომენტები, რომელიც ჩვენმა მებრძოლმა ბიჭებმა გაიარეს. 17 წელი გავიდა ამ საშინელი ომიდან. ჩვენმა ბიჭებმა გმირულად იომეს და გმირულად დაეცნენ ველზე. ნამდვილად სამაყვა, მაგრამ ძალიან მტკივნეული დღე არის. 17 წელი ტკივილიანი, ყოველი დღე ტკივილით ახსავსე ჩვენი ოჯახისთვის, რომ ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი ძმა ჩვენს გვერდით არ არის.